გოგოებო, რომელიმეს ხომ არ აგიღიათ ჩემი იასამნის ბერთფლიანი თილისმა. მე არ ყოფილ ვარ. ჯილ, რამის თქმა ხომ არ გინდა? ბოდიში ფლორიდა, ვერ გავიგე, კაბას ვეძებდი. ფლორიდას თილისმა გაქრა და შენ ხომ არ აიღე, ადრე გიყვარდა ეგეთები. ჯილ, შენ აიღე ჩემი თილისმა? ჯერ ერთი მსგავსი რაღაც დიდი ხანი არ გამიკეთებია და მეორე, შეიძლება დედამ აიღო. ვიღაცასთან უნდა წასულიყო პაემანზე მგონი. პაემანზე? და ჩვენ ბოლოს რატომ ვიგებთ ამას? ან საერთოდ ვის ხვდება? გოგოებო, მე საიდან უნდა ვიცოდე, არ მიკითხავს. კარგი, რას ფიქრობთ, რომელი კაბა ავარჩიო? შავი თუ წითელი? ვერ გადავწყვიტე. რა ვქნა არ ვიცი. მუქი წითელი. ან უბრალოდ წითელი. ეგ ორი ხომ შენი საყვარელი ფერია. მოიცადე, დედა პაემანზეა. ესე იგი, ვიღაც შეუყვარდა? იმედი მაქვს სახლში არ მოყავს რომ გაგვაცნოს და მე იმ კაცმა ბავშვები უნდა გვეძახოს, კარგი რა. ხო და გითხრას რომ რაღაც ფუნთუშები კრემყველის რაც მოიტანა ჩვენთვის იყიდა. ვერ ვიტან კრემყველს, მას უქებს რაღაცნაირად. გეფიცებით თუ დედამ ჩემი თილისმა იმიტომ აიღო რომ ვიღაც კაცთან ერთად წასულიყო პაემანზე, ლექციას ჩავუტარებ. ეს ნახეთ გვენმა რაღაც დაპოსტა ყველგანთან. მეგობრებო, სკოლაში შემოვუშვით ბოროტება და ამ ბოროტებას უნდა რომ გამანადგუროს, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს ბოროტება არის ფლორიდა და მისი დები. ახლა წვეულება ახლოვდება. გვენი გახადეთ თქვენი დედოფალი. რა? ჩვენ ვართ ახლა ბოროტება? რა ჯანდაბა? ხედავთ გვენი როგორ სერიოზულად ფიქრობს დედოფლობაზე და ჩვენ რას ვაკეთებთ? ოთახში ვსხედვართ უბრალოდ? კარგი, მაშინ რაღაც უნდა დავპოსტოთ. ხო, ვიდეო დავპოსტოთ ყველგან. გამარჯობა. ვიცით რომ ყველა ძალიან გახარებული ხართ წვეულების გამო და ასევე ჩვენც ვართ. და გთხოვთ რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მოგცეთ ხმა დედოფლობისთვის. ყველაზე ღირსეულს, ყველაზე გულწრფელს და ყველაზე კეთილს. გვენი ყალბია. ის არის ნამდვილი ბოროტება და ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძვით. გავაგზავნე. იმედი მაქვს გვენის ტყუილებს არ დაიჯერებენ, ეგ შეცდომა იქნება. ყველას ისე გაანადგურებს, როგორც ვანესა გაანადგურა და მე მარტო დარჩება. ხო, სანამ მონადირე იპოვის. ყალბია. ეს გოგოები ნამდვილი ცეცხლები არიან. ხო, მართლა გაგვიმართლა, საუკეთესო შეყვარებულები გყავს. თან ერთ-ერთი მათგანი დედოფალი გახდება. არა, დედოფალი სერენა გახდება. თეო, სერენას თევზის თვალები შეგიმჩნევია? კი და მაგარია, ამის მხედველობა აქვს. მე კიდე მიგვირს ხოლმე რატო ვხედავ მოსიარულე ფანარს და მე გავიგებ ხოლმე რომ უბრალოდ სერენა მოდის. მეგობრებო, იცით რა, მე არ ვლაპარაკობ თქვენ შეყვარებულებზე ცუდად, ამიტომ ჯობია თქვენც იგივე გააკეთოთ. სერენას თვალები ძალიან ძვირიანი მანქანის ფარებს გავს. თვალების და ფარების შედარება მაგარია. ო, ახალი მეცახელია, ფარები. კარგი, მე მოვჭი თქვენთან ლაპარაკს, თუ ვერ გაიგეთ, რა გავაკეთო? წარმოიდგინეთ, ფარების დედოფალი. კარგი იყოს ასე, ყველა თქვენი შეყვარებულისთვის უარესი მეცახელები დავბრუნდები. თევზის თვალებზე უარესი იქნება. თეომ დერილი დაიწყო. თევზის თვალები კი არა, ფარები. თეო, როგორც შენ თქვი. კარგი, გარეთ გასვლა გადავიფიქრე, ყველგან მონადირეები არიან და საჟიშია, მაგრამ თქვენთან მაინც მოვჭი. მეგობრებო, ალბათ მეთანხმებით, რომ გვირგვინს ფლორიდა იმსახურებს, რომ მისი დების დედოფლები იყვნენ. ხო, კარგი, ვნახოთ ვინ მოიგებს. დედოფალი თუ ფლორიდა გახდება, მეფე მე გავხდები, მხოლოდ შენ გასაბრაზებლად. თეო, უკვე ზედმეტი მოგივიდა. კარგი, ხო, უბრალოდ ვიხუმრე. მე დედა ჩემის ბეჭედი უნდა გავიკეთო წვეულებაზე, ნახეთ როგორ ანათებს. ხო, მე ბებია ჩემის სათამაშო კუბოს მოვიტან, მაგარი იქნება. გოგოებო, ამას შეხედეთ, იმათ ჩვენზე მეტი ლაიქი აქვთ. ხო, გითხარი გვინ, ეს ცუდი სვლა იყო, ვიცოდი რომ გიპასუხებდნენ. მე არ მეგონა რომ გვიპასუხებდნენ. სერიოზულად, ხო იცი რომ TikTok-ზე ბევრი გამომწერი ყავთ. TikTok-ი აქვთ? ხო. ხო, გვინ, და მეც მყავს ისინი დამატებული, მხოლოდ დასაცინად, სხვა არაფერი. რაღაც კრინჯობებს დებენ. ხო არა, ნახეთ მათი ბოლო ვიდეო. ხო, გუშინ წინ რომ დადეს. სულ გაუბერეთ, რატომ დაამატეთ სოციალურ ქსელში? გვინ, ახლა უკვე გვეუბნები სოციალურ ქსელებში, უნდა გამოვიწეროთ და ვინ არა, ეს უკვე ცოტა ზედმეტია. კარგი, მიდი დააფოლოეთ, პოპულარულები გახადეთ და მე დავრჩები გვირგვინის გარეშე. ჩვენ გვინდა ეგ გვირგვინი. თუ პატარა შანსი მაინც არის იმის რომ მე დედოფალი არ გავხდები, არავინ გახდება. გვინ, ეს ძალიან კარგი აზრია. შენ თუ დედოფალი არ იქნები, მაშინ არავინ არ იქნება. მოიცა, ამით რას იძახით? მომისმინეთ, დღეს მოვიპარავთ გვირგვინს და არანაირი დედოფალი არ გვეყოლება. მაგრამ როგორ?
აი ეგრე გოგოებო, ჩემს ოთახში დავიდებ და ყოველთვის მემახსოვრება რომ მე ვარ ნამდვილი დედოფალი. მაგარია, ეგ ნიშნავს რომ ჩვენს დედოფლები ვართ. გოგოებო, რას ამბობთ? გვენი საუკეთესოა. გაიგეთ? ხო, მაგრამ ახლა იქ დეკორაციებს აწყობენ, ამიტომ ვიღაცა აუცილებლად იქნება. არავინ არ იქნება, როცა მივალთ უკვე ძალიან გვიანი იქნება და ყველას ეძინება. კარგი, გავემზადოთ 1 საათში გავდივართ. ჩვენს? ყველა. აბა გოგოებო, რას ვაკეთებთ? ფლორიდა ვინმემ რომ დაგვინახოს? ვერავინ დაგვინახავს, ყველას ეძინება. არ გინდათ რომ სულ ცოტა ხნით მაინც დავინახოთ როგორია გვირგვინი? 1 წუთით. ძალიან ცოტა ხნით გოგოებო. კი, გვინდა. ხო, წავედით მაშინ. ჯექსონი ჩემით იამაყებდა. ჯექსონ ნახე რა მაგარი შეყვარებული ყავს. ой, სხვათა შორის ჯექსონ ფლორიდას ჯასტინი მოსწონს. ჯილმა არ არის საჭირო რომ ეს იცოდეს. ჯექსონი კარგი ბიჭია, დარწმუნებული ვარ ზევიდან მიყურებს და ძალიან ამაყობს ჩემით. გოგოებო, წავედით? წავედით. გოგოებო, დედა თქვენი ძალიან კარგ ხასიათზეა. იმედია ბედნიერები ხართ. დედა, ჩემი ვარდისფერთვლიანი თილისმა შენაიღე? მართლა ასე შეხვდებით დედა თქვენს? კი, მე ავიღე. ნელსონთან ვიყავით პაემანზე. მაგარია დედა. ხო, გვიხარია. ჩემი თილისმა სად არის დედა? არ აპირებ რომ დამიბრუნო? აი ამასთან იდეალურად მიდის. გოგოებო, რა გჭირთ? თილისმა ეს, თილისმა ის. ნელსონს ვაჩუქე. რა საყვარლობა. დედა, ჩემს ნივთებს აღარასდროს შეეხო. თუ ამ ვიღაც ნელსონს უნდა აჩუქო. გოგოებო, ნუ ხართ ასე ცუდად განწყობილი ნელსონის მიმართ. ხვალ მოდის რომ გაგიცნოთ და თან ფუნთუშები მოაქვს კრემყველის. დედა, ვერ ვიტანთ კრემყველის ფუნთუშებს. ჩემს ნივთებს აღარ შეეხო, ეგ თილისმა ჯექსონმა მაჩუქა. ხო, ჯექსონმა, რომელიც ასე ძალიან არ მოგწონდა. გახსოვს ეგ დედა? ხო, ეს ფლორიდასთან ცუდად გამოგივიდა. თქვენი რეაქცია არის ცუდი. მე ამას არ ველოდი თქვენგან. ველოდი რომ ხარს დამიჭერდი. ფლორიდა არ აუშავს. ეს ჩემი საყვარელი თილისმა იყო, თან ჯექსონის ნაჩუქარი. რა ლამაზია, ნეტა ვინ მიიღებს? მოდი ვნახოთ. ჯეირანი. ეს გვირგვინი ჩემი იქნება. არანაირად ლილი, შენი სტილიც კი არ არის. უკან გაიწიე, თორემ დაგვიوارდება. ხო, მგონი იდეალურად მეტევა თავზე. ურუს იმას გავიგეთ. მეგობრებო, დღეს უკვე დავასრულე. ურუს ძალიან ეძინება და დასვენება უნდა. გთხოვთ. არა, მეგობრებო, დავასრულე. არა დავფიქრობდით, რომ ტიპი მოგვეცა. ნერდებო, ტიპი თქვენ თავებს მიეცით. კარგი, აბა ხვალ გნახავთ. ხვალ მეჯლისია. ხვალ მეფის და დედოფალს აირჩევენ. მთელი ღამე ვერ დავიძინებ. კარენ ჯობია დაიძინო. დედოფლობა იქნება დაგესიზმროს მაინც. გოგოებო, თქვენი აზრით შეიძლება მეფე გავხდე. ვენის ვიდეო ნახეთ? ცდილობს რომ ყველას ხმა მიითვისოს. ხო, ნახეთ. და ფლორიდას ვიდეო ნახეთ? თავის დებთან ერთად მანაც ჩაწერა. კარგი, ხვალ გავიგებთ ვინ იქნება დედოფალი. ხვალ გავიგებთ ვინ იქნება მეფე. გოგოებო, ჩვენ თქვენი მეფეები ვართ. ბიჭებო, ნუ გვაფლირტავებით. კარგი, ესე იგი არც გოგოები და არც გვირგვინი. იმედია შემდეგ ცხოვრებაში მაინც გაგვიმართლებს. ამ ცხოვრებაში თუ არ გვიმართლებს, არც შემდეგში გაგვიმართლებს. ბიჭებო, სურათი გადამიღეთ რა. ლილი, შენ დედოფალი არ ხარ. ლილი, მოშორდი გვირგვინს, გატეხავ. ეს ჩემი გვირგვინი გახდება, რომ მეორედ ვეღარავინ დამცინოს. კარგი, ახლა წავედი, ხვალ გნახავთ. ნერდებო, სასკოლო დღე დამთავრდა, შეგიძლიათ წახვიდეთ. მე უნდა დავრჩე, საქმე მაქვს. კარენ, შეგვიძლია სახამდე მიგაცილოთ. ხო, კარეთ სახი ფათოა. ბევრი მონადირეები დადიან. არა, მადლობა, მშობლები მომაკითხავენ. სახლში წადით. კარგად, მეგობრებო, სახლში წავიდ. წარმოიდგინეთ, მეფე რომ მე გავხდე. არა, დაივიწყე. იქნებ მე გავხდე დედოფალი. კარგი, უძილო ღამე იქნება. ხვალისთვის უნდა ავარჩიო ტანსაცმელი. მაუსიც ეცდება რომ დედოფალი გახდეს. რა ჩავიცვა? იმედი მაქვს ხვალ აგვარჩევენ დედოფლად. ხო, ძილინებისა ნორა, ძილინებისა დორა. ძილინებისა მომავალო დედოფლებო.
მაგარია, აი დედოფლის გვირგვინიც. რა უცნაურია, მეგონა რომ უკეთესი იქნებოდა. ხო, მეც რაღაც უფრო ლამაზი წარმომედგინა. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს როგორი გვირგვინია, ვინც მას დაიდგამს დედოფალი გახდება. გოგოებო, იდეა მაქვს, იქნებ ფოტოები გადავიღოთ, ისე რომ გვირგვინი გვეხუროს. ხო, ძალიან კარგი იდეა, ხვალ რომ ვერ დავიფაროთ, ვინ იქნება პირველი? მე და დავდებ პოსტა და დავაწერ თითქმის დედოფალი, თუ ხვალ ვერ მოვიგე, აუცილებლად. ხო, ჩემი გრძნობები მართალს ამბობდნენ, ვიღაცა გვირგვინის მოპარვას ცდილობს. ვაუ, ფლორიდა, გეგონა რომ მოიპარავდი და დედოფალი გახდებოდი? რა გავაკეთოთ, დავურეკოთ პოლიციას. ნახეთ აქ ვინ არის, ჩვენ უბრალოდ მოვედით რომ გვენ ახლა როგორი გვირგვინია და თქვენ რას აკეთებთ აქ? ხო, გვენ, როგორც ვიცი, უკვე 5 ჯერ გეხურა ეს გვირგვინი, რაღაც ეჭვმეპარება რომ ისანახავად მოსულიყავი. გვენ, აქ იმისთვის მოხვედი რომ გვირგვინი მოიპარო? როგორი აშკარაა, თან მეგობრებიც მოგიყვანია. ნახეთ ლაპარაკი ვინ დაიწყო. გოგოებო, ეს გვირგვინი უკვე 5 წელი ამახურავს და ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი და თქვენ ამაში ხელს ვერ შემიშლით. მე ვფიქრობ რომ პოლიცია გამოვიძახოთ და დააპატიმრონ. ხო, მართალია, ჯერ გვენის დღიური იყო, ახლა გვირგვინს უმიზნებენ. ფლორიდა, მიგვეშენ და შენდებს რისი გაკეთება შეგიძლიათ? პოლიცია არ არის საჭირო. კარგი, მივდივართ. გვენ, ასე უბრალოდ გაუშვებ? რა თქმა უნდა, არა. ой, სიგნალი ჩაირთო. ნორმალური არ ხარ გვენ, ფსიქოპატი ხარ. რამე არის, რასაც არ გააკეთებ, რომ შენი პოპულარობა შეინარჩუნო? ვნახოთ, სადამდე მიგიყვანს. დარწმუნებული ვარ, ახლა გრეისი გზაშია. ძალიან მაინტერესებს, რას აუხსნით. ой, კიდევ რაღაცის მოპარვას წადეთ? კარგი, მგონი დღეს გვირგვინს ვერ წავიდეთ. იმაზე უკეთესია, ვიდრე მეგონა იქნებოდა. დებს დაერხათ. არა მგონია ქურდებს კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ. გვენ, ხომ იცი რომ აქ მოსაპარად არ ვიყავით? ხო, შენ მოაწყო ეს ყველაფერი. იღბლიანი ხარ რომ რაღაც გრძნობა გაქვს. მოგესალმებით, აი ეს ქურდები დავიჭირე, გვირგვინის მოპარვას ცდილობდნენ. გოგოებო, გაიღიმეთ, კამერაში ჩანხართ. და იმედი მაქვს ახლა ყველა დარწმუნდით რომ მე უნდა ვიყო დედოფალი. რა ხდება, სიგნალიზაცია რატომ ჩაირთო? და თქვენ გოგოებო, საწყილში უნდა იყოთ, აქ რა გინდათ? დედა, მე ყველაფერს აგიხსნით. გვენ, აქ რა გინდა? გრეის ბიგრძენი რომ გვირგვინი საფრთხეში იყო, ამიტომ აქ მოვედი, რომ დამეცვა. ფლორიდა, ეს სიმართლეა? მოპარვას ცდილობდით? არა დედა, რა თქმა უნდა, არა. იტყუება. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ უბრალოდ შეგვეხედა, მაგრამ მაინტერესებს გვენი რატომ არის აქ? სახლში ახლავე. და ვერც ერთი ვერ მიიღებთ გვირგვინს, დასჯილები ხართ. დედა, წადით სახლში. კარგი დედა, ნეტავ ჩვენი დაგეჯერებინა. ეს გამომივიდა, გავაკეთე. შენც უნდა წახვიდე სახლში. კარგი გრეის, უბრალოდ გამოვთავ სიგნალიზაციას. ღმერთო, ეს გვინი რა გააკეთა? ხო, დები მახეში გააბა. მეგობრებო, ჩემი აზრით გვინმა უკვე საკმარისი ცუდი გააკეთა და უნდა მოვიშოროთ. თან ჩემი სერენაც იქ იყო. შენი სერენა სუსტად გვინისნაირია, ყველაზე ბოროტი სამეგობრო არიან სკოლაში. ჩვენი გოგოები ხوار მოვიკითხოთ. ხო, მაგრამ იქნებ გრეისმა უკვე უყურა ვიდეოს. ხო, მაშინ ჯობია აქ დავრჩეთ. მეგობრებო, უბრალოდ მიწერეთ და კითხეთ იქ როგორ აღმოჩნდეთ, მართლა ცდილობდნენ გვირგვინის მოპარვას. არა, გვინმა ისინი მახეში გააბა. ეს მახე იყო. ისე მაგარი მახია. სირცხვილი, ეს როგორ გამიკეთეთ? დედა, არასწორი არაფერი გაგვიკეთებია. უბრალოდ გვაინტერესებდა როგორი იყო, დიდი ამბავი. ხო, გვაინტერესებდა რისთვის ვიბრძოდით. ნუ მატყუებთ, ჯერ გვენის დღიური იყო. ახლა გვირგვინი? საერთოდ თავი ვინ გგონიათ? გასაგებია, დედა არ დაგვიჯერებს. იცი რა დედა, მეგონა გვენდობოდი. შენი აზრით მოგატყუებთ? ჩვენ იქ არ ვიყავით გვირგვინის მოსაპარად, გვენმა მოგვიწყო ეს ყველაფერი. ახლა რაღაც მიზეზებს იგონებთ? ჯერ გვენის დღიურით დაიწყო ყველაფერი, ახლა გვირგვინი, დასჯილები ხართ. ძილინებისა. კარგი გოგოებო, რაც ხდება, რაღაც მიზეზის გამო ხდება. ახლა აღარანაირი შანსი აღარ გვაქვს დედოფლობის, კი არა წვეულებაზეც ვერ წავალთ. მადლობა დედას. ძვირფასო დღიურო, მე-16 დღე. დღეს დედამ ჩემი თილისმა ვიღაც ბიჭს ნელსონს აჩუქა, მას ხვდება და
და გვენმა რაღაც ხაფანგი მოგვიწყო. გონი აღარანაირი გვირგვინი აღარ იქნება და ალბათ არც წვეულება.